6 საათზე. Ხელნაკეთის სუვენირები, სურათები და სააღდგომო კვერცხები იმისთვის, რომ უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებს საკუთარი სასათბურო მეურნეობა ჰქონდეთ, იუსტიციის სამინისტრომ საქველმოქმედო აქცია მოაწყო. გამოფენაზე გამოტანილი ნივთები თბილისის მერმა და პარლამენტის წევრებმა შეიძინეს. ჩვენ ერთი სახლი გვაქვს ამ დევიზით ბზობის დღესასწაულის სოციალური აქციის ტრადიციულ თარიღად იქცა. იუსტიციის სამინისტროს ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიებას ამჯერადაც ჩარდენმა უმასპინძლა. აქციის მონაწილეები წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებს ეხმარებიან. ჩვენ ერთი სახლი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენ ყველანი საქართველოში ვცხოვრობთ და უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს სხვადასხვა პრობლემების გადალახვაში. დღეს უნარშეზღუდულ ბავშვებზე გვაქვს აქცენტი. ამის წინ გავაკეთეთ ღონისძიება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთიანობით, გაერთიანებით ჩვენ გაცილებით მარტივად შეგვიძლია დავამარცხოთ სხვადასხვა პრობლემები. ხელნაკეთის სუვენირების, სურათების, სააღდგომო კვერცხების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. გამოფენა გაყიდვა სიონის ბაღში დილიდან დაიწყო. თითოეული ნივთის გაყიდვით დამთვალიერებლები მათივე ავტორს დაეხმარნენ. სუვენირების გარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებმა სათბურში მათ მიერ მოყვანილი ყვავილებიც გამოფინეს. ღონისძიების შედეგად შემოსული თანხაც სწორედ მათი სათბურის რეკონსტრუქციას მოხმარდება, სადაც ყოველდღიურად ათობით მოზარდი მუშაობს. დღევანდელი დღის მნიშვნელობა მართლა ძალიან მაღალია, იმიტომ რომ ეს ასეთი აქციები ამტკიცებს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ნამდვილად შეუძლიათ იყვნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანები. დღევანდელი აქცია ჩვენი გადმოსახედიდან არის ანტინარკოტიკული აქციის გაგრძელებაც. ყველა ახალგაზრდას თბილისში მინდავთ ხოლო ქუჩაში დგომის ნაცვლად, სხვა მავნე ჩვევებზე, განსაკუთრებით ნარკოტიკზე და ნარკოტიკთან დაკავშირებულ მოვლენებზე ფიქრის ნაცვლად მოვიდეს დაგვიდგეთ გვერდში, თუ ფინანსურად არა, მორალურად. აქციის სტუმრებს შორის იყო ქალაქის მერი გიგი უგულავა, რომელმაც გამოფენა პირადად დაათვალიერა და ბავშვების გაკეთებული ნივთებით შეიძინა. ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც სტუმრობდნენ. ხელმოქმედების ბიუჯეტის 5% მოდის სახელმწიფო სტრუქტურებზე, 95% მოდის კერძო ადამიანებზე და კერძო პირებზე. ამიტომ გავაქტიურდეთ და დავეხმაროთ ჩვენს გვერდზე მყოფს. არ არის აუცილებელი ორგანიზაციულად. ჩვენ გარშემო ბევრი ადამიანი, რომელსაც უჭირს და შეიძლება ძალიან შორსაც აწახვი და იმ ადამიანს დაეხმაროთ. აქცია არის ინვალიდი ბავშვებისათვის, ინვალიდი ორგანიზაციების დასახმარებელი, ერთ-ერთი კონკრეტული პროექტის, რომელიც მათ დაასაქმებს და სათბურიდან მოიყვანს პროდუქცია, შემდეგ შეიძლება გარკვეული შემოსავლები გაიჩინონ. აქციას მოგვიანებით ქართველი მომღერლებით შეუერთდნენ. ღონისძიების დასასრულს მათ სტუმრებისთვის ენკი-ბენკის ბავშვებთან ერთად იმღერეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის კონცერტის მონაწილეებმა გამოფენა გაყიდვაზე საკუთარი ნივთები გამოიტანეს, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა. მეორე წელია ამ აქციაში შევიღებ მონაწილეობას და ჩემი მხრიდან შეიძლება ისაგვარად ვცდილობ, რომ რაღაცით დავეხმარო. ეს იქნება რაღაცა ნივთები გამოგვაქვს ხოლმე ძირითადად და მე ის ნივთები იყიდება და ეს თანხა ხმარდება მალე. საქველმოქმედო აქციამ დევიზით ჩვენ ერთი სახლი გვაქვს ტრადიციული სახე მიიღო. ყოველწლიურად ბზობის დღესასწაულზე ღონისძიების მხარდამჭერები და მონაწილეები სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლად ერთიანდებიან.